მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღეს არის მესამე დღე ჩემი შიმშილობა წყალზე და რა ხდება დღეს. ესე იგი, დილას ავიწონე 5 კილო ვარ უკვე მოკლებული მესამე დღეს. დილით გაღვიძებისთანავე რაღაც ვერ გრძნობდი ენერგიულად თავს. და გადავწყვიტე, რომ თითქოს აი ვარჯიშით მოვიყვანდი საკუთარ თავს ენერგიაზე და დავიწყო ცოტა ზალოსნული ვარჯიშები და მივხვდი, რომ თურმე მივქარე ძალიან დიდი ენერგია წაიღო ამ ყველაფერმა და 1 საათი დაჭირდა ორგანიზმს იმ დახარჯული ენერგიის აღსადგენად, რაც ვარჯიშს მოახმარე და მივხვდი, რომ всё, დღეიდან უკვე ვარჯიში აღარ შეიძლება, რაღაცა ძალიან ელემენტარული, რაც შეიძლება ბევრი სიარულეა ყველაზე იდეალური ვარჯიში, როგორც მივხვდი შიმშილობის დროს. შემდეგ შევუდგე მუშაობას და მის მერე იდეალურად გრძნობ თავს, არაფერი არ მაძვეხებს, ნუ გარდა ერთი რა თქმა უნდა პირის გემო მაქვს საშინელი. გავაცოცხლე წყლის გამოსახდელი აპარატი, რომელიც ადრე მქონდა შენაძენი და დავიწყე გამოხდელი წყლის გამოხდილი წყლის დალევა არის ყველაზე იდეალური წყალი შიმშილობის დროს. გამოხდილ წყალში არ არის არანაირი მინერალები და ეს წყალი არის ზუსტად ისეთი, რომელიც ძალიან მაგრად ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოყვანაში. 7 დღემდე მაქვს დაგეგმილი შიმშილობა და ვნახოთ როგორ გამოვა. თუ შევძელი, გავაგრძელე. უკვე წინასწარ მოვემზადე შიმშილობიდან გამოსასვლელად, შევიძინე ბაქტერიები, რომელიც დამეხმარება შემდეგ სწორი მიკროფლორის აღდგენაში და მაგას ყველაფერს შემდეგ განახერხებთ რა მოხდება და როგორ მოხდება. ასე რომ ადევნე თვალყური გამოიწერეთ არხი და ნახავთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას. აბა თქვენ იცით.